მარიამი, ძალიან იშვიათი სახელი ქვია, ლაბუბო რა. გადაცემა ძალიან მალე დასრულდება. არის ვამაკოლა დავაიჩივილებათ. რა, გართულ და ძალიან სხვათა შორის. გვატყუებ. არ გატყუებ. რა მოგიო? იმასტერი ხო? არ არის იმასტერი. რეალ მადრიდი და ზუგდიდის ოდიში. ხუჭა კვადრატსკალია. მეც ხვიჩა გვარაცკელია მე. ეს ყოა მიწერია. შევინგიდე. თაკო ნაზვი. რას ფიქრობთ, ვინ არის იმპოსტერი? პირადობით არის, დააგო, პირადობით არის. 2008-ში ომი მახსოვს და 2008-ში დაიბადა. აბა დაიმახსოვრე პირადი ნომერი. პროები მოგესალმებით, მოკლედ. ის ვინც გვიყურებს დღეს YouTube-ზე, ვიტყვი რომ ვიმყოფებით ზუგდიდში, სადაც იმართება BetLive Playfest-ი. უმაგრესი გარემოა, უკარგესი გარემოა. თან ჩამოვედით ბროები, რომლებიც ყველანი მეგრელები ვართ, სამივე და ნახე რა, სანამ არ ვთქვი რომ მეგრელები ვართ თქო, კაში არ დაუკრა არავინ რა. მეგრულიც ვიცით და ყველაფერი, ამიტომ თუ გვაგინებთ მეგრულად გავიგებთ, თუ გვაქებთ მეგრულად გავიგებთ. ასევე დღევანდელ ფორმატში ვითამაშებთ იმპოსტერს, ჩვენს უსაყვარლეს თამაშს, რომელიც ბევრმა იცით, ალბათ, თუ არა დაგიგზნით. მოგვდის კითხვები, არის ერთი მთავარი კითხვა და ერთი კითხვა არის იმპოსტერის განსხვავებული. და იმ იმპოსტერმა უნდა დაარწმუნოს ხალხი, რომ არის მართალი და არ უნდა წააგოს, მაგრამ განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვეყოლებათ დღეს ერთი სტუმარი, ყველა რაუნდში განსხვავებული სტუმარი იქნება. ანუ მაყურებლები და ვინც იმყოფებიან და გარშემო, ამოვა ერთი ადამიანი და იქნება ჩვენი სტუმარი. ვინაიდან ეს არის BetLive Playfest-ი და არის რაღაც წესები და საცავი, მოთხოვნა არის ეგეთი, რომ უნდა იყოთ პლუს 16 წლის. ვინც გვიყურებთ, როგორც აქ გვიყურებთ, ასევე YouTube-ზე გვიყურებთ, ჩვენი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. აი, მოდი, დავიწყოთ რა. მოდი შემოდი შენ. მოდი დავიწყოთ გაცნობა, რა ქვია? კოტიკო. ხო, მოკლედ ორი კონსტანტინე ვყავს, კოსტას გაუქარდა. შენ თმა გაქვს, კოსტას არ აქვს. აქ არის კითხვები, აქედან სამი არის თავარი კითხვა, ერთი იმპოსტერის კითხვა. რომელიც გაგიხარდება აიგე პირველი. მოდი კოსტა, ნახე შენს, ჩვენც ვნახოთ რა მოგვივიდა. სხვათა შორის ეს თამაში არის ბოლო დონის манипуляციის და რა ქვია ხალხის დარწმუნების და მოტყუების რაღაც ბოლო დონე რა. მოდი დაწერე, აბა დავიწყოთ. თუ გინდა შენ ეგრე წითელი იმით დაწერე. სხვათა შორის ეს თამაში მარტივია, როდესაც ადამიანებს იცნობთ რა. სახლში თუ ითამაშებთ მეგობრებთან, ძალიან გაგისწორდებათ, გაგიხარდებათ. მოდი კოტიკო, შენ დაიწყე. აწიე და თქვი ხმამაღლა რა სიტყვა არის. BMW M4. BMW M4. მე მიწერია ფერარი. ფერარი უწერია მიშას და რა თქმა უნდა BMW. მოდი, ახლა ვნახოთ. თავარი კითხვა რა იყო? რომელი მანქანის ბრენდი მოგწონს? წესები არის შემდეგნაირი, 4 ხო ვარ. 4-დან 3-ს მოვიდა ეს კითხვა, რომ რომელი მანქანის ბრენდი მოგწონსო რა. ერთს მივიდა განსხვავებული. მოდი ახლა ვიმჟელოთ. შენი საყვარელი მანქანა არის BMW M4? კი, მე ძალიან მიყვარს BMW M4 და გეყოლებოდა? კი, M4 არის ძალიან ლამაზი და გრძელი, მე გრძელი მანქანა. ძელი არის M4? გრძელი და ცოტა ცხვირი წინა. მოდი, შენ მითხარი ასეთი რაღაც. რამდენი წლისკენ შემახსენე? 15. 15. მან მოგვატყუა ადამიანმა. პლუს 16 მეტი და შემოძურა. იმპოსტერია რა არის აბა და? მალე ხდები ალბათ ხო 16-ის? კი, სექტემბერში 6. სექტემბერში, კაი, არა უშავს. კაი, მიშა, მე მიშას ვიცნობ ძალიან კარგად რა. მიშა არის სული და გული, სიყვარული კაცია. იმის მიუხედავად რომ ფერარი უწერია, მიშას ფერარი არ ეყოლებოდა. მიშას არ მოსწონს. ენცო ფერარი არ ევასება მიშას რა. არ გეყოლება. არვერჩი არაფერს გაცნობ. ფერარი მეყოლებოდა წითელი, სპაიდერი 490. სპაიდერი ფერარი არ არის. აი დაიწყო! დაიწყო! Come on, დრიფტი დაიწყო! აუ გახედვები და ყურებამი და მეც მინდა და ხალხი უყურებ და ჩვენა გასისულელებს ბაბარაკი. მანქანა იყო, მაგრამ ეს კარგი იყო, კი. დაგურდი, დრიფტი დაიწყო, ხალხი წავიდა. ბროები არავის არ აინტერესებს. მოდი, გმის მიცემა. 3, 2, 1. მიშა! მიშა! მოდი ნახოთ, მიშა. კოსტა რა მე გიო ვთქვი. შენ გიო ვთქვი? მეც გიო ვთქვი. რა პონტია? ანუ ორ-ორი გვა? და ვითამაშო. კაი, მოდი ჯეირანი. ჯეირანი.
ჯეირანი ჯეირანი წავაგე მე არ ვიყავ იმასთან მე ვიყავ იმასთან კოჩა გიოცაო მიშა პირველი რაუნდი მოიგო და აგრძელებ შემოდი ჩემი კითხვა სხვადასხვა იყო რომელი მანქანა არ გეყოლებოდაო არა შეგაია გეყოლებოდა. აი ხარე მადლობა მოდი კვოტას ვიცავთ რა ბიჭი გოგო კაი ვაგზელებ დაიჭირე დატკბით, უბრალოდ ხმები დატკბით რა. შემდეგი კითხვა არის მეგრული კატეგორიიდან. შენ სახელი მიხარი? მარიამი. მარიამი. ძალიან იშვიათი სახელი ქვია მარიამ. კი. მოდი ახლა აწიე დაფანდა თქვი შენი სიტყვა რა არის? ზაფანა. მე მიწერია სიტყვა ონჯგორე. მიშა შენ რა გიწერია? მე მიწერია მუდგათი. ბორო. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა კითხვა რა იყო თუ პროდიუსერი გაგვაგებინებს. ყველაზე საყვარელი მეგრული სიტყვა. კოჩა, ყველაზე საყვარელი მეგრული სიტყვაო. ზაფანა არის შენი საყვარელი მეგრული სიტყვა. რატო რატო? რავი, რაღაცნაირად ყველაზე განსხვავებულია და ყველაზე მეტად მავიწყდება ხოლმე. ზაფანა გავიზნება? შე გასნიშნავს ეგეც რა ვთქვათ? წიწაკა. ხო, შეიძლება ბევრმა არის. ხო, ისე YouTube-ზე ბევრმა არის, ეხლა ვინც გვიყურებს მეგრული და თარგმანი გავუშვათ ქვემოთ. ვიტყვი რა მიდი. მუდგათი რას ნიშნავს შენ იცი რა თქმა უნდა. მუდგათი ნიშნავს რამე ფრანა და რატო არის საყვარელი? მამა ჩემის საყვარელი სიტყვა არის მე რაღაცა რო არ გამომდის სულ მეუბნება მიშა მუდგათი და გამომდის მე და ჩემთვის ხო, მე ძალიან მარტივად წავედი რა, ონჯგორე, ძალიან მაგარი სიტყვა რო დააკვირდე რა, რო არ იცოდე, რას ნიშნავს? ისეთია რა, ბრენდს დავარქმევდი. ტასასმის ბრენდს დავარქმევდი ონჯგორეს. კი ძალიან კარგი ხო, ონჯგორე კლოუზინგი, რაღაცა ეგეთი. შენი არის ბორო, ხო? ბორო არის ჩემი კი. სიბოროსი ასე. სიბორ. ბიჭო, თან ხო ისეთი სიტყვაა რა, ცოტა მოსულელო სპონჩი ეუბნები, მაგრამ თან საყვარლად ეუბნები, გوارი წინება. თულია. რას ფიქრობთ, ვინ არის იმპოსტერი? მარიამი? არა გოგოს არ დავადებ ხო პირველი გოგოს თუ მარი ხარ სხვადასხვა გროებში და შენ არ დაგაგებსო და აი კოსტას უფრო დავადებ ბოროზე მადებ ხელს. კი, მოდი. მეც ეგრე მგონია. გოგოს პატივი ვცეთ. პირველი ადამიანია გადაცემაში, მანდილო 3 3 2 1 კოსტა. არ ვიყავ მე იმპოსტერი. მე ვიყავი. შენი ყავი. გმერთო. სული. აი, ზაფანა. აქტივის სცენა მესიცის, მოვკუდით. რა შენი გოარი შენი კი ყურაი. რომელი არ მოგწონს ყველაზე მეტად და რატომ არ მოგდო ზაფანა რა ყველაზე მავიწყდება და იმიტომ ავიწყდება და მაგიტო არ მოსწონს. საწი დაამახსოვრდება რა. ამასობაში გვიქარი შენი სახელი? დიმიტრი. დიმიტრი, ამდენი წლის ხარ? 16. აჰა, კითხვა არის საფეხბურთო კატეგორიიდან და სამწუხაროდ ეს გადაცემა ძალიან მალე დასრულდება, იმიტომ რომ იმპოსტერი მარტივად გამოვიდება. მიდი, აბა, დიმიტრი, დაიწყე. რეალ მადრიდი და ზუგდიდის ოდიში. მაგარია, აბა რა. ზუგდიდის ოდიშზე, ტაში რეალ მადრიდზე მე არ გიკრავ ტაშს. მიშა თქვი? მე ბარსელონა დავწერ. ბარსელონა. კაი, ვიდეო კოსტა. PSG PSG? კაი, მოდი, მეც PSG მიწერი. კითხვა რა იყო? შენი ფავორიტი საფეხბურთო კლუბი. მოდი, აბა ხალხმა გადაწყვიტოს ვინ არის იმპოსტერი. ვინ როგორ გვიცნობს? რას ფიქრობ, ვინ არის იმპოსტერი? მიშა მგონი, იმიტომ რომ ფეხბურთის გაგებაში არა რა. გაგებაში არ ვარ მაგრამ ეს ამას ყველა იცნობს და გიოს არხს არ უყურებს ანუ როგორ ჩანს მე არ მიყურებს. მე ვის გულშენ ატკივ. დაწერდა ის 10 წინადადებიდან 9 აქვს ის რომ მანჩესტერის მანჩესტერი ვიცი. და რავი მე რატომ? აი ხალხი მინიშნებას გაძლევს გიორგი არის, ხელი. მეც მაგ კარგი, მოდი, რა თქმინდა, თქოელი, ყველა მიცის რომ მანჩესტერის გულშენ ატკივ, სამწუხაროდ საბედნიერო. 3 2 1 გიორგი, ერთი ეგ მითხარე. ვინ მოგწონს რეალ მადრიდში ყველაზე მეტად ფეხბურთელი? ეხა ბელინგემი. ჯუდი? ჯუდ, ბელინგემი. პაპე არა, არც ვინისიუსი. ვარსკვლავები არა. კაი, შენი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი ვინაა? ხუჩი. ხუჩა, აბა რა. კაი, სხვა მეგრელი ფეხბურთელი მითხარია? სიგუა. სიგო. სხვათა შორის კვეკვესკერი არის ზუგდიდელი, იცი? კი ვიცი. ბაიაში თამაშობ. აი, ძალიან მაგარია. კარგი, სულ ეს არის. შემდეგი რაუნდი გადავედით. თქვენ ამასობაში 10 გამოიწევთ, ხა გოგო ჯერი არის და ამიტომაც შემოგვიყვება. შენი სახელი გვიქნა? სალომე, შენ ძალიან იშვიათი სახელი ქვია. კაი, მოდი, დავწეროთ პასუხები. სალომე, მიდი, გვაჩვენე შენი ის და თქვი თან. ღომი. ოკეი, კაი, კოსტა მიდი.
კუპატი. 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 კოსტა იმპოსტერი არის, მიშა თქვი. არა ვარ იმპოსტერი. ელარჯი და ხარჩო. ელარჯი და ხარჩო და მე მიწერია გებჟალია. მოდი ახლა ნახოთ თავარი კითხვა რა იყო. საუკეთესო მეგრული კერძი. ჩემს მართლობამია, იმიტომ რომ დე ჩემ ხშირად აკეთებს ხოლმე და დიდად სხვა კერძებით არ მოგესიჯული, მაგრამ დამპირდნენ სამეგრელოში ნახანვარა რომ უნდა გამოსიჯო. რომი გასთან გიყურს ყველაზე მეტად? ყველა? სულგუნი. კოსტა მე ხო იცი ცხარი როგორ მიყვარს. შენ ცხარე გიყვარს, მაგრამ კუპატი არ გიყვარს. კუპატივით ბიჭი გიხარ, მაგრამ კუპატი არ ხო და გიყვარს. მე საპატიოცემულოდ მიყვარს რა. თუ ხშირად გვიყურებთ, გეცოდინებათ, რომ მიშა საყვარელი საჭმელი არის რა, თუ ის. არა. არა, მიშა სიმი. ხო და ხაჭაპურიო და არა. რა მეთქი. არა, აბა კიდე რა ხალი არის მიშა საყვარელი. მაგრამ ხალი სადაური არც ვიცი. აზია. ჩემი საყვარელი არის გებჟალია. სალომე გითხარი, თუ გვიყურებ TikTok-ზე. აი თან აღნოგობას დააკვირდი ჩვენსაც. ყველას უქნები ვართ რა. რას ფიქრობ, ვინ იტყუება ხო თქვენ შორის? მე ჯერა შენი რომ შენ არ ხარ იმპოსტერი. ერთი საათის წინ ერთ ჭამე ზუსტად. ხო, ეს ჭამა ზუსტად დიალოგში იყო შენ. მაგრამ მანქანაში როცა მოვდივით, მეუბნებოდა რომ ელაჟზე დიდად აგიჩნდება. არ გიждები არა. მაცა, შენ ხო არ ხარ? არ გიждები, მაგრამ მიყვარს. ყველაზე საყვარელი მეგრული კერძი. გიждები ფხალზე, მაგრამ ხალი ახლა მეგრული არაა და მაგიტომ ელარჯი და ხარჩო. ღერთო ჩემო. მიდი. ვიგვი, გადაწყვეტე, კოსტა, მიშა თუ მე? თუ შენ თუ შენ ხარ იმპოსტერი. კოსტა არის? მოდი მივენდოთ 3 2 1 კოსტა. მე ვიყავ იმპოსტერი კი. იქ რა იყო შენ? გავიმოდი. მე ხარ იცდილობდი რომ შენი კითხვა რა იყო? ყველაზე ნაკლებად რომელი მეგრული კერძი მოგწონს. შემდეგი ხარ შენ. სანდრო მიწვის. 19-ის? ვატყუებ თუ მართლა 19-ის? აბა, ყველაზე ერთნაირი პასუხები გვაქვს. მიშასაც ეგუწერია? არა, მიშას არ უწერია. კაი, მოდი დავიწყოთ, მიდი თქვი რა გიწერია. ხუჩა ყვარაცხელია? მეც ხვიჩა ყვარაცხელია. მეც ყვარა მიწერია? შენ ვინ გიწერი? თაკო მასვიშვი. აი როგორი დამწვარი ფონტი არის. მიდი აბა. საერთოდ არ არის დამწვარი კონტი. თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე ცნობილი ქართველი? თაკო მასვიშვილი აბა რა არის? ხვიჩაზე ცნობილია. თაკო, ნაცვლიშვილი. ანუ არსებობს ადამიანი რომელმაც ყვარა არ იცის და იცის თაკო ნაცვლიშვილი. რომელი გინდა ჩვენი სტუმარი იყოს ბროებში, ხვიჩა თუ თაკო ნაცვლიშვილი? ანუ ой, მე მინდა რომ თაკო იყოს, მაგრამ ბროებს ალბათ ხვიჩა უფრო მოუხდება. რა თქმა უნდა, ხვიჩა უფრო მოხდება ბროებს. იმედი ოდესმე იქნება ჩვენი სტუმარი. კარგი, რას ფიქრობ? ჩვენიდან არის ვინმე იმპოსტერი თუ უეჭველი მიშა? კოსტა რატოა? თავიდან გადასწორდა. კოსტა მგონია რა მაინც. აი ხა რო არ იყოს მიშა? აბა, და შენ იყო? და მე ვიყო. საუკეთესო ფეხბურთელი რო კონდეს? კითხვა, ხო? აბა? ეს არ დაფიქრია? არ გიფიქრია? მოდი, ხმის მიცემაზე გადავიდეთ. 3 2 1 მიშა. არა, არ ვიყავ, კოსტა იყო. იტყუე. კაი. კითხვა რა იყო შენი კითხვა რა იყო? ხო, ყველაზე ლამაზი ქართველიო რა. ყველაზე ლამაზი ქართველია. მაგიდის ჩოგბურთი. მაგიდი შევგურთი. მე მიწერია ფორმულა 1. სურვა. ვაიმე. კითხვა რა იყო? სპორტის წარმომადგენელია თავი. გართულ და ძალიან სხვათა შორის. კოსტა და სურვა. არა, კოსტაზე გიომიცის. კოსტა დადიოდა ცურვაზე და 12 წლამდელებში მეშვიდეზე გავიდა 8 კაცში და ძალიან წარმატებული ოცურავე იყო. არ იძირება მე ერთი არის ძირება ეგ ცუდია, მაგრამ მეც ერთი 4 ოქროს медаლი მაქვს. 4 ოქროს медаლი გაქვს. და რა მაინტერესებს ცხოვრებაში სად აცდით რომ გასუხდით მე მაინტერესებს. ბავშვობაში თორე მე. ამდენს თუ ცურავდით და რა ვიცი. კაი, მაგიდის შოგბურთში კარგი ხარ? აქ იმართება მაგიდის შოგბურთის ტურნირი. იქ რატო არ ხარ? არ ვიცოდი. რატო ხარ? ჩემაზე ვიცოდი მხოლოდ. ვატყუებ. არ გატყუებს. ბავშვობიდან თამაშობ. აბა მან ხელში ამ სპორტულად იყო. როგორ გიჭირავ ჩოგანი მაჩვენ? მოიქნიება. ეს არ იყო ეს პროფესიული მოქნევა, ეს ცოტა აი ასე უნდა მოიქნიე. ნუ ჩემი თავი წარმოვიდგინე. კაი, ბურთი ააგდე, აბა მაინტერესებს. შენ რას ფიქრობ? ჩვენში ვინ არის იმპოსტერი? ამორიდან. ამორიდან ერთ-ერთი, ხო? ხო. ან მიშა, ჩემზე ფორმულა 1-ზე ეჭვი არ გაქვს, ხო? რო ვიცი, ძალიან ისეთი რეაქციები მქონდა და შეგას ფიქრო ვინ არის იმპოსტერი? ბიჭო, მგონია რომ კოსტა არის იმპოსტერი, მაგრამ აი არ ვიცი რა.
აუ ხალხო დაგვეხმარეთ, უკვე გავიჭერეთ. ეს ძალიან რთული რაუნდი მე გამოდის. სტუმარი მგონია რატომ ხარს, ანუ სტუმარი მგონია, მაგისტრი ცოტა ისეთი გიოს ფორმულა 1-ში ან ძალიან უყვარს რა და შესაბამისად ალბათ ოცნების მოდი იცი რა არის? სტუმარი არის და გავწიროთ, კაი? პატრიოტიზმი გამოდო აი დრიფტი და დრიფტი არ წარმოგიდგენია თავი? არა. რა კარგი ხმები. აქ ჩემი Toyota Aquatic რას მიზამნით? კი, შენ Toyota Aquatic-მა გამოსული ხარ? ხმის მიცემაზე გადავიდეთ, იმიტომ ერთი სულიდან დრიფტს უყურო. 3 2 1 მოსტა. შენ მე სტუმარი ostad ფიორი. მე გიო თქვა კონსტა მიშამ და მე ვთქვით მონიტა მაშინ ჯეირანი და ითამაშო. მოდი მიდი. ერთამდე ხო ერთამდე არის კი. კაი ჯეირანი. ჯეირანი. ოპა, კონსტანცა, გოკოჩა. არ ვიყავი იმპორტი რა თქმა უნდა იმიტომ რომ მე ვიყავი ანუ მაინც აგებული გქონდა შენი კითხვა რა იყო ნებისმიერი სპორტი დაასახელებო. ბოდიში რო ხელი დაგადეთ, ხო არ გეწყიდა? არა. არა. ამ ფოლოს გავკეთებ? არა. არა. იმპოსტერის ბოლო თამაში არის ეს, მაგრამ შემდეგი თამაში უკვე სხვა იქნებაო. კარგი, ამასობა შენ ვინც გვიყურებთ YouTube-ზე, ჩვენი არქი გამოიწერეთ. 2 წამის ამბავი არის. რა ვიგიო? იმპოსტერი ხო? არ არის იმპოსტერი. რო გიჭირს დაწე. არა, ვიცი, უბრალოდ. ზუგდიდან დაკავშირებული პასუხები და დავწერე. ზუგდიდან დაკავშირებული პასუხები და დავწერე. აჰა. სო, დავწერე. მოდი მე შენ ლოგინას გავყვებ. ხო. და ზუგდიც რა მომხდება მაგას დავ. მოდი, ხო, ცოტა ეგრე წავიდეთ, კარგი? დავიწყოთ თამაში, მიდი, მოდი. რა დაწერე? რასა და შენ რა დაწერე? მე დავწერე სტადიონი. მე დავწერე კინოთეატრი. კაი, მოდი, კითხვა მოვისმინოთ. ულიმიტო თანხა რომ გქონდეს და რას იკიდიო. მე კიდვაზე არ წავედი, მე და მიშა და ზუგდიდში რას გავაკეთებდი, ავაშენებდი, დავწერე, იმიტომ რომ ძალიან მაწუხებს ეს ფაქტი, რომ სტადიონი არ აქვს. კინოთეატრი დაწერა მიშამ, მიშაც იგივე ლოგიკით მე წავიდა. რა მაინტერესებს იცი ლაბუბუ ეგეთი ძვირია არც ისე ძვირია, მაგრამ ანუ ძალიან ტრენდული სათამაშოა, ძალიან გატრენდა და რა ვიცი, მე ძალიან მომწონს და ძალიან რა ღირს თუ იცი? როგორ? რა ღირს თუ იცი? ფასი არ ვიცი ხალხი შორის, მაგრამ არც ისე ძვირი ღირს. ანუ ულიმიტო თანხაზე პირველი ლაბუბუ კი. გადაგწევ იმიტომ რომ ძალიან ტრენდული სათამაშოა. კაცო, ლაბუბუ რა არის? მაგრამ კიდევ აი ეს უშხო სათამაშო დუალიპას რო უკეთია და რეალს. რა არის ლაბუბუ? მართლა არ ვიცი. ვინეს გაქვს ლაბუბუ? არა, ბაჭიას გავს და ძალიან უშხო. ულიმიტო თანხით ლაბუბუ გინდა? კი, ძალიან ბევრი. ერთი $80 ის მედი არის. გაქვს ლაბუბუ? კი, მაგრამ აქ არა. და კიდევ გინდა ლაბუბუ. ისე კოსტაზე არ გაქვს რამე კითხვა ნასაზე. ბიჭო, ნასა გაასწორებდა. ნაშრომო ჩემი ყველაზე დიდი ჰობი არის ასტრონომია. ხო ანუ ვარსკვლავები პლანეტ ნასას ვიყიდი აუცილებლად მე მგონი მეგის უნდა დავადოთ ხელი, ხო? მეგი გაიმართლებ თავს. არ ვიცი, ანუ ჩემს ასეთ გამარჯვება არ ჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ტრენდული სათამაშოა და ძალიან ბევრს მოსწონს, მათ შორის მეც და მინდა რომ ძალიან ბევრი მქონდეს. შენ თუ არ არის იმპოსტერი? შენ თუ არ ხარ იმპოსტერი, შევლო მაშინ პრიორიტეტების გადანაწილება უნდა დაიწყო. 3 2 1 მეგი. ოიქა. ხო შენ იყავ? კი, და რა ქონდა კითხვა რას არ ვიყიდი არასდროს. მადლობა მეგი. პირადობით არის, დააკვირდი, პირადობით არის. მოდი მაჩვენე. შემოდი. მოდი გვაჩვენე ოდირადობა. მაჩვენე. 2008-ში ადავადებული აუ 2008-ია დაბადებული. 2008-ში ომი მახსოვს და 2008-ში დაიბადა. აბა დაიმახსოვრეთ პირადი ნომერი. თუ გვიყურებთ, ახალი თამაში დავიწყეთ, შეიძლება ნახეთ, შეიძლება არა, სადაც გვითვლი 3-მდე 1 2 3 და რაღაც სიტყვას ვამბობთ რა, მაგალითად თქვი მაგალითად 1 2 3 და თქვი რაღაც სიტყვა, ხო? და ყველა სიტყვა განსხვავებულია. არ ჩერდებით მანამდე 13 და იგივე არ იქნება. სანამ 4-ვე ერთი და იგივე სიტყვას არ იტყვის. ძალიან რთული არის, მაგრამ მოდი გავერთოთ, კარგი? და თავარი რა არის, ეცავს. გვაქვს 6 სიცოცხლე. 6 წარუმატებელი ცდილობის მერე, ზო, ვამთავრებთ რა. მიდი 3 2 1 სტადიონი. რა სტადიონი? შენ ზუგდიდი, მე ზუგდიდი. მე სტადიონი ვთქვი. მე სამეგრელო შენ სამეგრელო. ანუ ასე ხარ 4-დან 2 იყო ერთად. სამეგრელო და ზუგდიდი. სამეგრელო ზუგდიდი სტადიონი. 3 2 1 გელაჯი.
წალენჯი გაგიშე, პროები. ელარჯი. მე ელარჯი ჩვენ რა მაგრამ მივიდე მარტივენ. ვინები არიან ესე მოვიშოროთ არ გვინდა. კარში ვამაყოლა და დავაისკივი ლაბათ. ზუსტად 4 სიცოცხლე დავჭა. ზაფხარ, ბიჭო მარტივია. ელარჯი. საერთოდ არა მაგრამ. კი, მარტივია. მარტივი. მიდი. ზაფხარ. 3, 2, 1, გომი. გამი? არჩო. მე რომი თქვი რომი თქვენ შეგიძლიათ. მოდი. თქვათ. 3, 2, 1, სასწევი. ერთ რაღაცას გაგახსენებთ. ფრესკო ვიმყოფებით Retfly Play-ზე რა, სადაც აი ასეთი უკარგესი ლოგო არის, ბროები წარწერა, ჩვენი თავები, სახეები. მოდი თუ გინდათ ლოგიკურად დავაკავშიროთ და ეგეთი სიტყვა ვთქვათ. მოიცა წეგან ერთი წუთი საცივი ვთქვით სამმა ხო? ხო. და მიშა გათქვა. არა მე ვთქვი აჯანო. შენ თქვი გემზარი. გემჟალია აი ბიჭო, პარტივი არის, შეხედე, უკან იმართება მანქანებით რაღაცა. ვიმყოფებით Retfly Play-ზე, რა უნდა? იმართება მანქანა. რაღაცა იმართება მანქანებით. ძალიან მარტივად რა. მიდი 3, 2, 1, დრიფტი. ხო, დრიფტი. დრიფტი თქვი დრიფტი ხო. ეგ არის. მოვიგეთ. კოჩა. სულ ეს არის უღმესი მადლობა, შენ ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ კიდევ ჩამოვალთ სხვა ქალაქებში. თუ Retfly-მა წაგვიყვანა, თუ არა და ჩვენ ჩამოვალთ ამას. და სულ ეს არის ნახვამდის